მას შემდეგ რაც დავამთავრეთ უკვე დედამიწის ფორმის განხილვა, ნახეთ მასზე ძირითადი მახასიათებლები, ისე როგორც ორბიტული, ისევე ფიზიკური მახასიათებლები. პირველ მიახლოებაში შეგვიძლია შევხვდეთ, რომ დედამიწა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სფერული სხეული, სფერული ფორმის სხეული. და შესაბამისად, დახატული მოცემული გვაქვს ზუსტად დედამიწის ფორმა, ფორმალურად მისი ნახატი არის, რასაც თქვენ ხედავთ აქ, რომელიც წვეროები არის PN და PS, ეს არის ჩრდილოეთის პოლუსი და სამხრეთის პოლუსი, რომლებსაც ვიცით, რომ გადის წარმოსახვითი ხეცი დედამიწის ბრუნვისა და დედამიწა გარემო იქცევა მის გარშემო, ჩრდილოეთ პოლუსიდან რომ დავხედოთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. შემდგომში, როცა ჩვენ დავჭირდება დაკვირვება ამ საკითხზე, აღმოვაჩენთ, რომ როგორი ხეთაც გარემო იქცევა, ესე ვთქვათ, ტრიალებს დედამიწა ხერძის გარშემო, იმის საწინააღმდეგოდ გვეჩვენება ცის თაღის ბრუნვა დედამიწის კონკრეტული დაკვირვების გარშემოც. თუკი კონკრეტული პირობების სრულდება. შევხედოთ სიტუაციას და საერთოდ სფეროზე ნებისმიერი წერტილი რომ გავსაზღვროთ, ამისთვის სჭირდება ორი კოორდინატი. ეს კოორდინატები, როგორც წესი, აითვლება ის ზედაპირზე ამ კონკრეტული ადგილიდან კონკრეტული მიმართულებით. ერთი ასეთი წერტილი, ან ასეთი საყრდენი სიბრტყე არის დედამიწის ეკვატორი, რომლიდანაც დიდი წრის ხალხზე ან დედამიწის ზედაპირზე 0-დან 90 გრადუსამდე აითვლება ფი, ანუ განედი, ნახეთ აი, ფი მოცემული არის, კონკრეტული O წერტილის განედი არის ეს კუთხე, ანუ შესაბამისი რკალი O'-დან O-მდე. თუ დამკვირვებელი, ანუ ცხოვრები ადამიანი არის O წერტილში დედამიწის ზედაპირზე, მაშინ მისი განედი ფი არის 0-დან, აი, ათვლილი ესეთი რკალი, ანუ ცენტრალური კუთხე დედამიწის ცენტრიდან ეკვატორისა და კონკრეტული დამკვირვებლის წერტილის მიმართ დიდი წრის რკალს. იგივე თქვათ, დამკვირვებელი ყოფილიყო სამხრეთის ნახევარსფეროში, მისი კოორდინატა φ იქნებოდა უარყოფითი რიცხვი, ის აითვლებოდა მაშინ ეკვატორიდან ქვემოთ მიმართულებით 0-დან -90 გრადუსამდე. ეს არის შეთანხმება უბრალოდ. ცხადია, შეიძლება შეთანხმება ყოფილიყო რომელიღაც წერტილიდან პირდაპირ 180 გრადუსის დათვლა, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ სიტუაციაზე არ გვაქვს. შეთანხმება არის ესეთი ეკვატორიდან ჩრდილოეთით 90 გრადუსი დიდი წრის რკალზე და სამხრეთით 90 გრადუსი ასევე დიდი წრის რკალზე. მეორე კოორდინატი ეს ჩვენ გაგვისაზღვრავს უბრალოდ სად იმყოფება ეკვატორის მიმართ წერტილი, მაგრამ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ კონკრეტულად რა ადგილზე იმყოფება. ამიტომ ჩვენ ამისათვის უკვე უნდა შემოვიტანოთ მეორე მახასიათებელი მისი და აი ეს წერტილი დიდი წრის რკალი, რომელიც დავხატეთ პოლუსებს, რომელიც აერთებს გეოგრაფიაში იწოდება როგორც მერიდიანი. მაგრამ მერიდიანი ასეთი ბევრი არის, ხო? 360 გრადუსი, 360 მერიდიანი გვაქვს პირდაპირ თავად მერიდიანები, ესე ვთქვათ, მაგრამ ასე როგორც განსაკუთრებული მერიდიანი, აქ ჟეთი არის აღნიშნული, ნახეთ. ჟ-წერტილი შემთხვევითი არ არის, ასე როგორც ესეთი პატარა ქალაქი, რომელიც ახლა უკვე ლონდონის გარეუბანი იყო და მოექცა მის შემადგენლობაში, გრინვიჩი და გრინვიჩზე რომ გადის დიდი წრის რკალი ჩრდილოეთ პოლუსიდან სამხრეთ პოლუსამდე და თან გრინვიჩზე რომ გადის. აი ეს ამ მერიდიანს დაარქვეს გრინვიჩის მერიდიანი. და შეთანხმდნენ, რომ მისგან უნდა გადაითვალოთ რკალი ეკვატორზე, შეხედეთ, ეკვატორზე რკალი გადაითვლება და ეს არის ადგილის გრძედი. გრძედები ითვლება 0-დან 180-მდე და 0-დან -180-მდე უკვე მეორე მიმართულებით. ანუ ესეც ძალიან ისეთ მარტივი პროცედურაა, მაგრამ წარმოიდგინეთ ახლა კონკრეტული O წერტილის დამკვირვებლის გრძედი და განედი რა იქნება. მისი გრძედი არის დაშორება გრინვიჩიდან ლამბდა, აი თბილისის შემთხვევაში ეს არის თითქმის 45 გრადუსი. ეს არის 44 გრადუსი და 59 მინუტი დაახლოებით. შეიძლება შემეშალოს ამდენიმე მინუტის მონაცემი, ესე ვთქვათ. ხოლო განედი ეკვატორიდან თბილისის დაშორებას თბილისში რომ იყოს, მაშინ ეს იქნებოდა 41 გრადუსი და 53 მინუტი დაახლოებით. ეს ის მონაცემები, რომელიც პრინციპში თბილისში მოსწავლე მაგისტრანტმა უნდა იცოდეს ეს.
და ყოველთვის უნდა შეეძლოს მისი გამოყენება. არ უნდა დაგვემართოს ისე, რომ ზოგიერთ უნივერსიტეტში ყოფილვარ, მინახავს და იქ ფიზიკოსებმა არ იცოდნენ საკუთარი ქალაქის და საკუთარი დედაქალაქის კოორდინატები. ჩვენ ასეთი რამ არ უნდა დაგვემართოს არასოდეს. აქვე არის საინტერესო მომენტები. საქმე რაში არის, რომ ღერძი შემთხვევითი მოვლენა არა, ესა ზუსტად ის წარმოსახვითი წრფე, რომლის გარშემოც ვინმე მონაკვეთი დავარქვათ, ამ შემთხვევაში რომლის გარშემოც დედამიწა ბრუნავს სივრცეში, საკუთარი ღერძის გარშემო. ცხადია, რომ აი ეს ეკვატორი განსაკუთრებული ადგილი არის, ეს არის ადგილი, რომელიც პრაქტიკულად არის თანაბრად დაშორებული ორივე პოლუსიდან ეს სიბრტყე. ასევე თუ გაიხსენებთ კარგად არსებობს ეგრეთ წოდებული ორი წრე არის ცნობილი ტროპიკული წრე და არის ასეთივე ცნობილი პოლარული წრე. თუ გახსოვთ სულ რამდენიმე წუთის წინ ლაპარაკი ჰქონდა ჩვენ იმაზე, რომ დედამიწის ღერძის დახრა სივრცეში არის სინამდვილეში მისი ორბიტის მიმართ, ანუ როგორც გარემო იქცევა მის გარშემო, აი ამ ორბიტის მიმართ არის 23 გრადუსი და 26 მინუტი. და გითხარით, რომ ეს ნელაცვლადი მონაცემია, რომელიც ჯობია სულ გახსოვდეთ, იმიტომ რომ ამ ეპოქაში ეს დაახლოებით ისე და ცოტათი შეიძლება მოესწროთ მის შეცვლას, სულ ამ 1 მინუტით მის შეცვლას. ეს დაშორება ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ეკვატორი არის ზუსტად ის ადგილი, რომელიც ყველაზე უფრო უხვად არის ხოლმე მზით განათებული წლის განმავლობაში. მაგრამ დახრა 23 გრადუსი და 26 მინუტისა განაპირობებს მზის გარკვეული სიმაღლის გარკვეულ ცვლილებას ზამთარ ზაფხულ. საქმე რაშია, დახრა რომ ნოლი ყოფილიყო დედამიწისა თავისი ორბიტის სიბრტყეს მიმართ, მაშინ მზე ძირითადად იქნებოდა დაჟინებით დააწყერდებოდა ეკვატორს და პრაქტიკულად არ გაანათებდა პოლუსებს არასოდეს, პრაქტიკულად. მაგრამ რახან დედამიწა დახრილი, ამიტომ ის სხვადასხვა კუთხიდან მიეფიცხება ხოლმე, სხვადასხვა დახრით მიეფიცხება ხოლმე მზის სხივებს და შესაბამისად მზე თუ კი ზამთარში ზაფხულის ზებუდობისას ძალიან დაბლა იმყოფება ტროპიკზე ჩადის, ჩრდილოეთ ნაპირების ძალიან შორს არის, უკვე წარმოგიდგენთ აქაურდა ხება ძალიან შორს, ეს ძალიან დახრილს და ძალიან დაბალს და მისგან მოსული სხივების შესაბამისად გახსოვთ, რომ ნაკლებად ათბობს დედამიწის ზედაპირს. აი ის მე თანდათანობით იწევს ზემოთ, უბრალოდ დედამიწა ბრუნდება ის გარშემო და შესაბამისად ცოტა სხვა კუთხიდან ხედავთ მზეს და გაზაფხულისა და შემოდგომის ზებუდობების დროს ის უკვე არის ეკვატორის სიბრტყეზე ამოსული. ხოლო შემდგომში გაზაფხულის დღეღამდელობის შემდეგ ის იწევს უფრო ზემოთ და ზაფხულის ზებუდობის დროს უკვე ხდება ისეთ ადგილას, რომ 23 გრადუს და 26 მინუტზე ცხოვრები დედამიწის ამ განეძებს ცხოვრები ადამიანებისთვის ის უკვე ზენიტში არის შუა დღეს. ზენიტში, ანუ იმ პერიოდში ითქვა, რომ 22 ივნის აღმოჩნდეთ ტროპიკზე, ჩრდილოეთ ტროპიკზე, კუბის მიდამოებში სადმე ახლოს, მაშინ აღმოაჩენთ, რომ შუა დღეზე თქვენ ჩრდილი არ გექნება, მზე დადგება ზუსტად თქვენ წავს. ეს ძალიან ეგზოტიკური და ლამაზი მოვლენა არის და ცხადია, შესაბამისად მისი ნახვა ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ღირს. რაც შეეხება აი მომენტს, რომ მზე მხოლოდ და მხოლოდ აი ვიწრო ზოლში იცვლის თავის დახრას ასე ვთქვათ დედამიწის მიმართ, ჩვენს ტროპიკებში შორის გვაქვს შესაბამისად უფრო უხვად განათებული ადგილი, რომელიც უფრო თბილია და ცხელი ზონები არის მოთავსებული. ხოლო მზე, რადგან ზენიტში ვერასოდეს ვერ ხვდება ტროპიკის ჩრდილოეთ ტროპიკის ჩრდილოეთით და სამხრეთ ტროპიკის სამხრეთით, ამიტომ იქ უფრო დახრილი რატეცემა მზის სხივები, შესაბამისად უფრო გრილი არეები გვაქვს. აი ტროპიკიდან მეორე ეგრეთ წოდებულ პოლარულ წრემდე არის ზომიერი საფრთხე, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, მათ შორის ზომიერი საფრთხის შედარებით სამხრეთ ნაწილში ვართ უფრო ხშირად ადგილას. ხო? და ეს ძალიან კარგი და ზომიერი ადგილი არის, შესაბამისად მზე იქ ზედმეტ ციკლოსაც არ იძლევა, ასე ვთქვათ, იძლევა ნორმალურს, 4-ვე სეზონური ცვლილება ძალიან კაფეოთ არის გამოხატული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად იგივე დაშორება 23 გრადუსი და 26 მინუტი ოთხ პოლუსიდან
განაპირობებს ძალიან საინტერესო მოვლენას. ეს არის ეგრეთ წოდებული პოლარული ღამეები. ეს პერიოდი არის ჩრდილოეთისკენ, მეორე პერიოდი არის სამხრეთისკენ. ამის დაწვრილებით ნახვა, რა თქმა უნდა, ზოგადი ასტრონომიის კურსებში უკვე შესაძლებელია, თუ არა და პრაქტიკულ მეცნიერებებზე ჩვენ შეგვიძლია რამოდენიმე ამოცანის ამოხსნით ამის ჩვენი. ამ შემთხვევაში ჩვენ შემოვიფარგლებით იმით, რომ აი ზედა ნაწილი 23:26 მინუტის შესაბამისი ნაწილი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც დგება ზამთრის ზებუდობის შემდეგ პრაქტიკულად უკვე მაღალ არეებში, აი ეს მიდამოებში იწყება პოლარული ღამეები. ახლო არეებში არის 2-3 დღე, 1 კვირა, 2 კვირა ასეთი, მაგრამ პოლუსის მიდამოებში შეიძლება უკვე ნახევარი წლის განმავლობაში ასე ვთქვათ გრძელდებოდეს. იმისთვის რომ ჩვენ ეს მე კარგად დავინახოთ, ჩვენ ხა იძულებული ვართ ამ წუთას დავახსნათ მხოლოდ გეოგრაფიულ ცოდნას და ასტრონომიულ ილუსტრაციები მე მაინც მოტანილი მაქვს თქვენთვის და შემდგომში უფრო უკეთესად გაჩვენებთ. მაგრამ რაც შეეხება განედის მომენტს, განედი ცოტა პრინციპული საკითხია და არსებობს მისი რამოდენიმენაირი განსაზღვრა. ჩვენ ძირითადად ასტრონომიულ განსაზღვრას ვეყნობით, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ რაც ეხატიათ, ეს არის გეოცენტრული განედი. დედამიწის ან გეოს ცენტრიდან არის დახატული ეს კი. მოდით მე გაჩვენებ განსხვავებას განედებს შორის. და იმისთვის რომ თქვენ ეს კარგად დააფიქსიროთ, შეხედეთ, გვაქვს ცოტა გაწერილი ჭრილია დახატული ესე ვთქვათ დედამიწისა და ამ დროს ჩვენ გვაქვს დამკვირვებელი O, იქაც O კაცი იყო დამკვირვებელი, ხო და აგერ არის რადიუს ვექტორი და აგერ არის ეკვატორის ჭრილი. და ვიხატია რაღაც ფიშტრიხი. ფიშტრიხი არის გეოცენტრული განედი, რომელზეც გელაპარაკეთ და რომელზეც პრობლემა არავის არ აქვს, ძალიან ჩვენივე მიხვდით რაც იყო ის. აქვე არის ოდნავ მისგან წაზრული მდებარეობა T1 და ახახატია Φ. ეს არის ეგრეთ წოდებული ასტრონომიული განედი. არსებობს აგერ T2 მდებარეობა, რომელიც ასევე Φ-სგან განსხვავდება, თქვათ Φ2 შტრიხი და წარმოიდგინოთ, აღარ გადავთვალოთ ნახატი ამისთვის, მას ქვია გეოდეზიური განედი. საინტერესო რა არის? დაგაწვალებდით ახლა და ყველაფერს დაწვრილებით გავივლიდით, მაგრამ მე შემოვიფარგლები მათი მხოლოდ განმარტებების ჩვენებით. სამივე მათგანი, სამივე ეს კუთხე, ერთიც, მეორეც და მესამეც ხედავთ და იქმნება რაღაც წრფესა და ეკვატორს შორის. ანუ ეკვატორი, დედამიწის ეკვატორია, ამაში ფიგურით პირდაპირ. ერთ-ერთი კომპონენტი ეს არის. ხოლო თითოეული ეს სფეროები არის გატარებული დამკვირვებლის ადგილზე. როგორც სხვადასხვა ადგილიდან და სხვადასხვა ადგილები არის ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა თქვენ ადვილად არჩევთ ამ ფიებს შორის განსხვავებას, ეს არის იმის გამო, რომ დედამიწა ძალიან დამახინჯებულად გაბრტყელებულად დავხატეთ ჩვენ. თორე თვალით თქვენ შეიძლება ვერც კი შენიშნოთ მისი განსხვავება წრეწირიდან. ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ ეს შებრტყელება პრაქტიკულად არ არის, თუ არ იქნება მაშინ ეს ფიშტრიხი, Φ და აქ დახატული Φ2 შტრიხი ერთმანეთის ტოლი გამოვა პრაქტიკულად. მაგრამ ციდან განსხვავება არსებობს ჩვენს ასტრონომებთან და ეს განსხვავებები მაინც უნდა ვიცოდეთ. მე გაძლევთ აქ განმარტებებს თითოეული მათგანისა. აი მე ფორმალურად დავარქ ესეთ სათაური, ნუ გამოვეკიდებით ამას სხვადასხვა სახის განედები. ახლა ასტრონომიული განედი, ნუ გეოცენტრული უფრო აღვიდია, ხო? გეოცენტრული განედი არის კუთხე დედამიწის ეკვატორსა და ამ წერტილის რადიუს ვექტორის მიმართულებას შორის. ამ წერტილისა დამკვირვების წერტილზეა ლაპარაკი, ხო? O წერტილი. მე სპეციალურად აღარ ჩავდე ყოველთვის, რომ ამ დამკვირვებელმა აღარ გაგვიხილოს ესე ვთქვათ საქმე. ეს ძალიან ადვილია. რა არის ასტრონომიული განედი? ასტრონომიული განედი არის კუთხე ისევ დედამიწის ეკვატორსა და იგივე წერტილში შვეულ მიმართულებას შორის. საინტერესო რა არის? იქ პირდაპირ მარტივად კეთდებოდა საქმე დედამიწის ცენტრიდან დამკვირვებაზე გადის ის მეორე მიმართულება და კუთხე გეოცენტრული ადვილად შეიქმნა. მაგრამ აღმოჩნდა რომ გავაგზავნოთ ეს წრე, ეს არის ზემოთ, მაგრამ დამკვირვებლის ადგილზე რო დადგეთ, ის არ იქნება პირდაპირ გაგებით შვეული მდებარეობა, მის მიმართ დახრილი იქნება ოდნავ მცირე კუთხით. შვეული მიმართულების განსაზღვრა კი ადვილია. ის არის სავინოს ინჯინეს თოგზე კიდევ იჭირავთ და ის გასწორდება რაღაც დროის განმავლობაში, მიიღებს კაცრად დედამიწისკენ მიმართულებას და ეს არის შვეული მიმართულება. შვეული მიმართულება არ ემთხვევა გეოცენტრულ მიმართულებას, და ოდნავ განსხვავდება მისგან. აი შვეული მიმართულების დაფიქსირება კი ასტრონომიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ამიტომ ასტრონომიული განედი ზუსტად შუაზე დამოკიდებული არის და განსხვავდება გეოცენტრულისგან.
მესამე არის გეოდეზიური განედი. პირველი კომპონენტი ასევე არის გეოდეზიური განედი, არის კუთხე დედამიწის ეკვატორსა და ამ წერტილში გავლებული სფეროიდის ნორმალის მიმართულება შორის, ანუ მართობის მიმართულებას შორის. ანუ აქ ლაპარაკი რაზე არის, რომ თქვენ უკვე გეძლევათ აი აგერ მართობი. აქ არის გატარებული, მაგრამ იმის გამო რომ შეფრთხილებული არის ფიგურა, ამიტომ ის ცოტა სხვანაირად წავიდა და არა შეეული მიმართულების მართობად, არამედ პირდაპირ ამის მხებად. ამ ფიგურის მხებად. თქვენ ისე ხვდებით ალბათ, რომ რაც უფრო ახლოს არის ეს შეფრთხილებული ფიგურა წრეწირთან, მით უფრო განსხვავება ამ სამივე მიმართულებას შორის მინიმალური ხდება. პრაქტიკიდან ცნობილია, რომ სხვაობა ასტრონომიურ და გეოდეზიურ განედებს შორის იშვიათად აღემატება 3 სეკუნდს. ხოლო ანომალიური ადგილებისთვის, სადაც დიდი შემკვრევებები ან არათანაბარი გადანაწილება ძალიან დიდი მასისა, აი მაშინ შეიძლება 3 სეკუნდს აღემატებოდეს უკვე. 3 სეკუნდი ძალიან პატარა მნიშვნელობა არის, თვითონაც ხვდებით და ამიტომ შეგიძლიათ აიღოთ ასტრონომიული განედი და გეოდეზიური პრაქტიკულად არ გაითვალისწინოთ, თუ მართლა რაღაც კატასტროფა არ ხდება. ხოლო სხვაობა ასტრონომიულ და გეოცენტრულ განედებს შორის არასოდეს არ აღემატება 12 მინუტს. ეს უფრო გაცილებით დიდი მნიშვნელობა არის, მაგრამ თვითონაც ხვდებით, რომ პირველი შეფასებების დროს ეს სირთულესაც არ წარმოადგენს, შეგიძლიათ ასტრონომიული და მხოლოდ ადვილად და თუ საჭირო არის გეოცენტრულზე გადასვლა, ამისი მარტივი ფორმულები არსებობს ძალიან. პრაქტიკულად ესეთ სპეციალურად დაქნებია თითქმის და გადაიღოთ ძალიან მარტივი. ხან შეგიძლიათ ასტრონომიული გამოთვალოთ და გეოცენტრულზე მიიყვანოთ. ამიტომ ასტრონომიული ამ შემთხვევაში ყოველთვის გვაძლევს ჩვენ საშუალებას, რომ ჰქონდეს ძალიან კარგი და საინტერესო შედეგი.